რეინჯერის პროფესია არ არის მარტივი პროფესია და რეინჯერს უწევს 24 საათის განმავლობაში ქარში, წვიმაში, თოვლში და ცუდამინჩიც პატრულირება და იმ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და მონიტორინგი, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვაკეთებთ. მე ვარ გიორგი მაისურაძე, ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი. უკვე მე-10 წელია აქ მუშაობ და ვიცავ ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მე ვარ ლევან მაისურაძე, ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერი. 4 წელია რაც სამსახურში მუშაობ. ჩემთან ერთად მუშაობს კიდევ ჩემი ძმა, რეინჯერია ისიც. ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს 7 წელიწადია რაც ამ სამსახურშია და გადავწყვიტე რომ ეს დამეწყო რეინჯერად მუშაობა. აქ დავიბადე და აქ გავიზარდე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია ზოგადად ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი და ყოველ დღე რაღაცა ახალს ნახულობ ტყეში და ისეთ ბუნებას და ისეთ სილამაზეს ვყურებ, რაც შესაძლებელია შენთვისაც კი ახალი იყოს, ვინც ყოველ დღე გადაადგილდები აქ. არასდროს არ მინანია რომ რეინჯერად დავიწყე მუშაობა და რეინჯერი ვარ დღეს და ვიცავ ამ ბიომრავალფეროვნებას და ამ სილამაზეს. რთულია რა თქმა უნდა ეს პროფესია. შორიდან ყველას გონია რომ ძალიან ადვილია, მაგრამ სინამდვილეში როცა ჩაიხედები და შიგნით მოხვალ სამუშაოდ, ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. იყო ესეთი შემთხვევები დაცულ ტერიტორიებზე, როცა დაუდევრად გაჩერე ხანძარს ემსხვერპლა რეინჯერი ვანო კუპრაძე. იყო კიდე შემთხვევა, როდესაც ბრაკონიერებმა მოკლეს სასტიკად ერთ-ერთი ჩვენი რეინჯერი და ჩვენი თანამშრომელი, რომლებიც ამ სამსახურს ემსახურებოდნენ, ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდნენ. ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში არის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი. 107,000 ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. ტერიტორიაში შედის ძალიან ბევრი სოფელი და ეს სოფლები არის უშუალოდ დასახლებული ეროვნული პარკის საზღვრებში. ლიკნის დასახლება არის, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ბილიკია დაცულ ტერიტორიაზე. აქედან შედის ყველაზე მეტი ვიზიტორი ეროვნულ პარკში. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად ვიყენებთ ფოტოხაფანგებს, რაც გვეხმარება სამართალდარღვევების სწრაფ გამოვლენაში. დაცულ ტერიტორიაზე მთლიანად სისტემაში დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფოტოხაფანგების გამოყენება. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში გვაქვს ორი სახის ფოტოხაფანგი, ერთი არის რომელიც GSM ფუნქციის მქონია და ონლაინ რეჟიმში გიგზავნის ტელეფონის ნომერზე ან მეილზე მესიჯს და მალევე ახდენ რეაგირებას ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე, ასევე ბიომრავალფერობის მონიტორინგშიც გეხმარება. მეორე არის ფოტოხაფანგი, რომელიც ესე ვთქვათ არის არაგადამცემი და ტერიტორიაზე დააყენებ რაღაც კონკრეტული პერიოდის შემდეგ მოხსნი და მის მეხსიერების ბარაც ნახავ, თუ რა არის დაფიქსირებული ამ კონკრეტული ფოტოხაფანგის მიერ. მოდი ახლა ეს ფოტოხაფანგი დავაყენოთ აქ. ჩვენს ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგების მეშვეობით ძალიან ბევრი უნიკალური კადრი გვაქვს არქივში. ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში რაც არის გავრცელებული ბიომრავალფეროვნების კუთხით, ყველა ცხოველი ყავს, ესე ვთქვათ, დაფიქსირებული. ყველაზე თვალსაჩინო რაც არის, ეს არის კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოში ყველაზე მრავლად ბორჯომხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე არის და ყველაზე კარგი საბინადრო გარემო აქვს აქ. გარდა ამისა არის წითელი ნუსხით დაცული სახეობები, როგორიც არის დათვი, ფოცხვერი. ასევე ვიყენებთ დრონებს, რომელიც გვეხმარება ბიომრავალფერობის მონიტორინგში და სამართალდარღვევებზე რეაგირებაში. მეტწილად არის რეჟიმის დარღვევები, არის უკანონო თევზაობის ფაქტები, უკანონო ნადირობის და ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტები, რაზეც ყოველდღიურად მუშაობთ და ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ჩვენც განვითარდეთ. იმიტომ რომ სამართალდარღვევების ცდილობენ რაღაცა სხვადასხვა ეშმაკური გზებით გადაადგინენ დაცულ ტერიტორიაზე და დაარღვიონ კანონი, მაგრამ ჩვენ ამისთვის ვართ რომ მათზე სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება. ყველაზე რთულია ადამიანებთან ურთიერთობა. ანუ მათ რო აუხსნათ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო, რატომ უნდა დავიცვათ ბუნება, რატომ არის ბუნების კონსერვაცია აუცილებელი დღევანდელ ცხოვრებაში. მოეტყოდი რომ სანამ რაღაცას დაარღვევენ, სანამ ამას გადაწყვეტენ, კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ და რამხელა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ლამაზ ბუნებას.
ჩვენს ბიომრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია არა მარტო დღევანდელი თაობების და დღევანდელი გადასახედიდან ამ ბუნების შენარჩუნება ისეთი როგორიც არის, არამედ ჩვენი მომავალი თაობებს გადავცეთ და დაუტოვოთ ისეთი შენარჩუნებული ბიომრავალფეროვნება, რაც გვაქვს და ღმერთმა გვაჩუქა ეს ხელუხლებელი და ჩვენ ვალდებულები ვართ მასზე ვიზრუნოთ და დავიწყოთ.